ყველას მოგესალმებით მეგობრებო. დაუბრუნდით დიდი ხნის შემდეგ უკვე რამის ერთი თვე არ დამედია ვიდეო და დიდ ბოდიში გიხდით ძალიან დაკავებული ვიყავი და დღეს აქტიურად შემოგთავაზებთ ხოლმე ვიდეოებს და ეხლა მე ვაპირებ რომ დღეს ვითამაშო Minecraft-ი, რომელსაც უნდა გადაურჩე ყველაზე საშიშ მონსტრს სახელად Herobrine-ს. არ მოგესმათ, კი Herobrine-ს უნდა გადაურჩე და მოდი დავიწყოთ play. ახალი სამყარო შევქმნათ, აქ დავაწეროთ horror Herobrine, horror Herobrine, hardcore-ს დავიწყებ, პირდაპირ hardcore-ში უნდა გადავჩე, მგონი მაგარი იდეა იქნება და ასე იგი აქტიური Haunted by Herobrine add-on. ეს უნდა ვითამაშო, საკმაოდ მაგარი თამაშია და კიდევ დღეების მხრებით უნდა გადავჩი, თუ რამდენი დღეში ის იქნება რა. Show days played. Play. და როგორც ვიცი, ეს Herobrine-ია საკმაოდ ძლიერი, აი არ ვიცი, როდის რა გამოვა. ან როდის უბრალოდ როდის გამოჩნდება, ეგ არ ვიცი, შეიძლება ეგრევე გამოჩნდეს და საშინელებები დაიწყოს. როგორც ვიცი, მე მგონი, მოდი ხმა საუწიო რომ კარგად ის მოდის თამაშის ხმები მერე. და აი ეგ არ ვიცი უკვე რომ როდის გამანადგურებს. იმედია ცოტა მოგვიანებით რომ მანამდე მოვიხოდო. და Herobrine-ის სერიებს რომ დავამთავრებ, მე უკვე დავიწყებ სხვადასხვა horror მონსტრებთან ერთად გადარჩენას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება Siren Head, From the Fog, ანუ The Man from the Fog-ი და ასე შემდეგ და იმედია კარგი ლაიქები, ბევრი ლაიქები ექნება ამ ვიდეოს, მინიმუმ 100 ლაიქზე ავიდეს ეს ვიდეო და ბევრი ნახვებზე და მით რომ მალე გადავიღებ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, მეგობრებო. დავსპაუნდი სადღაც უდაბნოში. ცოტა ცუდი ადგილი არის ახლა. აი вот ეს sugar cane-ები მომავალში გამამადგება, რა თქმა უნდა, თუ Herobrine დამასდის. ვაი. რა ხდება? ჯობია ეგ გადავიდე. დაინახეთ მეგობრებო. ვიღაც ეს Herobrine არ იყო. ვიღაც არსება იყო. შემოვიდი თუ არ თამაში ვიღაც არსება იყო, ბიჭო. ანუ აქ მარტო Herobrine-თან არ მომეწევს გადარჩენა. ეგ უკვე ძალიან საშინელებას გახდის. კარგი, ნამდვილად არ არის ახლა ეგ, იმიტომ რომ ტიპი მოვლენად გაჩნდა, შემაშინა მეგობრებო. აუ დღეს იმენა ჩემი ტანჯვა მომეწევს იმენა ვიდეოში და იმედია მალე განვითარდები. საით წავიდე კაცმა არ იცის, მოდი აქეთკენ წავალ, ასე მგონია რომ სოფელი იქნება რა, სადაც მე ახლოში. კარგი იქნება თუ ბარემ სოფელს გავაძრობ, იქიდან გამომდინარე რომ sugar cane-ები ჯერ აღარ მინდა. რომ საჭველი მქონდეს და ლოგინი მქონდეს, თორე თუ Herobrine გაჩნდა, აი მაგარი დამერხევა. ეს ტიკები უნდა ავიღო გამომადგება შემდეგში. რა ხმებია ბიჭო? ვიღაც იცინი, ვიღაც დამცინის. მოდი ჯოხით ვიბლი, მაინც ასე მგონია რომ რაღაცა მე მაინც მეჭირება ხელში რა, რომ თითქოს რაღაცნაირად თავს დაცულად ავგზნო მეგობრებო და კომენტარებში დამეწერეთ თუ რა გინდა რომ შემდეგში გადავიღო. მაგალითად სხვადასხვანაირი მონსტრებთან გადარჩენა. მაგალითად Herobrine, Siren Head, The Man from the Fog და ასე შემდეგ. ანუ მითხარით კომენტარებში და საშიშ მოდიფიკაციებსაც გადავიღებ, modpacks გადავიღებ, სადაც სხვადასხვანაირი საშინელებას უნდა გადაურჩე და რავი, უკვე ამდენი ხანია დავდივარ და წესიერი არაფერი არ შემხვდა და თუ რამე კაი წესიერი რამე შემხვდა დაგიბრუნდებით. მოკლედ, ძალიან ბევრს დავდივარ და ვერაფერი წესიერი რა. ძალიან ისეა საქმე, მოკლედ. ვიდეო დავაპაუზე წეგან, იმიტომ რომ რა ქვია, ძალიან არ მინდოდა ძალიან ეს მოგზაურობა ჩამესვა უბრალოდ ამ ვიდეოში და განსაკუთრებული არაფერი არ მოხდა რა, არანაირი Herobrine გამოჩნდა, არანაირი ისე არ მოგატყუოთ მეგობრებო და რავი, იმედია ვიპოვი ახლა სოფელსა რა, სოფელი მინდა ყველაზე მეტად რომ გადავრჩე. ერთი უკან გავიხედო ვიღაცა ხო არ მომდევს აბა. და თან ახლა მე hardcore-ში ვთამაშობ და არ უნდა დამეღამდეს, ანუ ფაქტობრივად უნდა მოვასწრო მე გადარჩენა, რომ შემდეგ სახი არ გამაძრონ.
არაფერი ვიპოვე ბევრი, მაგრამ აი ეს პირამიდა აღმოაჩინე მეგობრებო. ვა, საღოლმე. ახლა არ ვიცი შევიდე თუ არა, მაგრამ მოდი შევალ, იმედი ამოდი. იმედია სახეს არ ამოწოს, რა ზომბის ხმა საიდანაა. როზია ვთხარო, იმედია ბლოკები იქნება და ამოსვლა შევძლებ მე. ვაიმე. ოპა, არ მოსტრიმი. ძვრები. ესეც მომეციადგან გამომადგება. დაიმონდები გავაძრე მეგობრებო, რა კაია. ეს ბლოკები დამჭირდება შემდეგში. კიდევ გოლდები, რამდენი გოლდები გავაძრე რა სიტყვა. ეს სტრინგებიც მომეცი გამომადგება. Smite ერთი, ნუ განსაკუთრებული რეფერმა golden rush-ი მომეცი, ძვრები ისევ გლომათ მომეცი. კაი, ეს მიწა მეყოფა ეხა ეს მიწა ასასვლელად, მოდი ესე. ავე ხნა ყველაფერი. მოკლედ მეგობრებო, დაიმონდები თორ უკვე მე, რაც ძალიან კარგია. აუ არ მეყო მეღადავები. ბლოკები რო არა მაქვს რა გავაკეთო. ხასე უნდა ავთხარო. იმედია მალე ავთხრი. თან საჭმელიც მაგრამშია მეგობრებო. მაგრამ აქედან ავალ მეგობრებო და დაგიმონდებით რა. ძლივს ბოლო კედელიც გავთხარო და ვაიმე, წეღან მეგობრებო, ცოტა ვიდეო რო დავაპაუზე, სანამ ამ ყველაფერს გავთხრიდი. ვიღაც საშინელი მონსტრი Z სახეში შემომვარდა, აი კი არ მომკლავროთ, აი ეკრანი გამიშავა და აი ვიღაცა მგონი კილერი იყო თუ არ ვცდები ვიღაც პერსონაჟი ისეთი გამოიყურებოდა, რომ შემაშინა მაგარი, აი პროსტა ცოტა ვარ, ხა კაცი აი არ ვიცი რა გავაკეთო დროზე ვიპოვე ხა წესიერი ადგილი სადაც დავსახლდები. იმედია სწორე მოვდივარ. კი ბატონო, სწორე მოვდივარ და ვაიმე ისე შემაშინა, ხა დროზე უნდა ვიპოვო სოფელი, სად არის სოფელი რა? სოფელო, ჩემო სოფელო. რა ვერ გავწდი ამ უდაბნოს ამეღადავები, ხო? ეს აკლემები ვიპოვე. ვეღარ დავაბივარ. სამწუხაროდ ეს golden apple უნდა შევჭამო, იმიტომ რომ ცოტა წავდგენა. ანუ უბრალოდ სიცოცხლე რომ მომიმატოს, თორე დაარხეული მაქვს მე, სხვანაირად არ გამოვა არაფერი. ოპა, ძლივს ხეები. დიდად აქეთ არ მინდა, უფრო აქეთკენ მინდა, მგონია რომ სოფელი იქნება. არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ იმდენად საშინელი რაღაცა მოხდა, ცოტა ხნით რომ ვიდეო დავაპაუზე, სანამ ამოვიდოდი და მინდა რომ ხა კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, რადგან ვიდეოში განახოს თუ როგორი იყო ეგა. და კომენტარებში დამოწერეთ მეგობრებო, თუ რამდენად კარგი Herobrine's მოდია. ნუ ეს წეგან პირველი ვინც დასპაუნდა თავდაპირველად, ეგ ას გონი თუ არ ვწდები, ეგ იყო აი Minecraft-ის მოთამაშე რო არა, ალექსი, ანუ სტივის შემდეგ რო არა. მე მგონი ეგ არსება იყო, ოღონდ რაღაცა სხვანაირი რა, საშიში და Ruin პორტალი იქით დავინახე. პირდაპირ Ruin პორტალისკენ გავეშუროთ. ოღონდ ისე რომ მონსტრებმა არ მოკლან, ზომბებმა არ მოკლან, სწორედ და როგორც იქნა უკვე წესიერი ადგილი გაიჩითა. გავცუროთ, ნუ მის მერე აღარაფერი საშინელებები აღარ მომხდარა და რავია, იმედია კიდევ გამოჩნდება რაიმე სიახლეები და სხვადასხვა კი არ ვიცი, ამათი მოკლა შემიძლია, არ შემიძლია. გონი როგორც სპეციალური ტოტემი უნდა დავდგა Herobrine's, რომელიც უფრო გააბრაზებს, ასე რომ ვთქვათ. ნუ ამ შემთხვევაში რა ხმა იყო? კაი Herobrine არ იყო და ეს არ გამოჩნდა უბრალოდ Herobrine და ესე იგი ახლა. კარგია ეს მაინცური გავაძრე. დროებით ზმანები მექნება. ღამდება და ეგ ცუდი შედეგია მეგობრებო. დროზე გავიქცე კარგი ტერიტორიისკენ. იმედია ახლა არ მოკვდები მე და ცოცხალი გადავჩები. ძალიან ცუდ ადგილზე დამასპაუნა. სოფელთან ახლოს მაინც ყოფილიყავი, უდაბნო სოფელთან, რომ რაღაცა მაინც მქონოდა. მე მგონი ხა მე უფრო საშიშია ეს Herobrine და არ ვიცი, აი ესე ვივლი, მოდი მაინც მგონია რომ რაღაცა მოხდება და დიდად დაცულად არ აგვზნობ თავს. აი ეს მაისური რაც ვიპოვე კარგი არის. ხა მალევე უნდა ვიპოვო სოფელი, აი მე ზიანი ღამინდოდა კიდე. ახლა შეიძლება Herobrine საიდანაც მითვალთვალებს მეგობრებო და
მაკვირდება თუ რას გავაკეთებ. აი ეგეთი რაღაცა შეიძლება იყოს თამაში. მაგრამ თავარია რომ სოფელი აუ ბიჭო, აი ამაზე ვამბობდი მეგობრებო, რაღაცა ის გამოჩნდა მეთქი. ვაიმე. კი, რაღაცნაირად გული მიგზნობდა რომ გაჩნდებოდა და ეგრეც მოხდა. ჩემო სოფელო, როგორც იქნა გამოჩნდა, ვაიმე, როგორ შემეშინა წევან, რა იყო ბიჭო ის. რა კაია, სოფელი გავაძრე, ხა ეგრევე დავიძინებ რა, რომ მონსტრები იმედია დამაძინებს ხა ჰერობრაინი ჯერ არ ჩანს, რავი. ჰერობრაინ. მოგვიანებით შენ შეგებრძოლები და მოგკლავ. ეხა იმდენი მონსტრია გარშემო დროზე უნდა დავიძინო, თორე ვა, საკმაოდ დიდი სოფელია, რაც დავაცქერდი ეხლა. ვაიმე, ის რა არის? აბა გამომეკიდოს. ვაიმე, არა ძალიან სწრაფია. ადაკი ვილიჯერო, აპატიე რომ წამოგაყენე, მაგრამ უნდა დავიძინო, ცოტა ხეთქემ დამაძინებენ ვიღაც მონსტრები. დღე მშვენიერი, გავლურთოთ ეხლა საჭმელი ეგ არის, საჭმელი მაქვს უკვე. ვაიმე. რა მოხდა? რაღაცა მოხდა. რედსტოუნ თორჩები მაქვს. საიდან ვიღაცა მომცა რედსტოუნ. არა, გოლემო, დამეხმარე. აი ეს რედსტოუნ თორჩები საიდან არის? რედსტოუნ თორჩებს აქ რა უნდა, არ ვიცი, მაგრამ აშკარად არ მოეწონათ ჩემი ისა. აქ მოსვლა ალბათ, ეგრევე წრელი რედსტოუნ თორჩები გადმოყარა. ეს მგონი ჰერობრაინმა გააკეთა, რომ გადმოყარა მთელი რედსტოუნ ისინი. გავლუცოთ აბა, მოდი ერთი ლოგინი ნავაცალო. შევჭამოთ ეს ხური. ესე მეგობრებო, საჭმელი შევჭამე და დღევანდელ ვიდეოში ნასახლია ვაშენო რა, რომ მაინც პატარა თავი ვიგზავნა დაცულად რა. ანამ სოფელთან ხوار დავსახლდა, კიდევაც მაგას ვფიქრობ ახლა. ვაიმე. შენი დედავატირეს რა იყო ბიჭო. ვაიმე. ამოვისუნთქოთ ბიჭო, ეს რა ასება იყო, მინმე გამაგებინათ. რა ნეირი დახტა დაინახეთ. კარები დავყიდოთ, კიდევ ვიღაც არ გაჩნდეს. ოპა, რამდენი ვაშლებია ხადაო, კარგია. რავი, იმდენად შემაშინა წევან ის რა ჯანდაბა არსება იყო, ვერ დავამუღამი. ვიღაცა შავი კაცი იყო რა. თანა გროვე გაქვს რა იმ წუთში. ხო შეიძლება და სან მენახა, კარგად. მაგრამ რაღაც ისე რა. რაღაცნაირად მგონია რომ ეს გოლემი დამიცავს. გოლემ შენი მეძზე ვარ, იცოდე, იმედია მოერევი მონსტრებს რა. სანამ მე განვითარდები და სანამ მე მოვიხოდები და ეს ვაშლები იმ გამაგებინეთ, ამდენი საიდან მოკრიფეს. აშკარად ვაშლის აი ხლა ვიღაცა თუ ხართ გამოდით, ხა ჩემი კაი, ნუ მაშინებ ახლა რა. აი ჰორორები მეგობრებო, მაშინებს რაღაცნაირად ისეთი ის არის რა. აი რაღაცა ხმები ისმის კაკუნისა, ჯერ კაკუნის ხმა იყო, მე უცებ რაღაც სხვადასხვა ხმები იყო და ჭანის კაცი რანერად დასპაუნ. ვაიმე. აი ხლა მე ჰარდკორში ვთამაშობ და არანაირი ის არ მიდასიკვდილი. ვინ აკნავის ახლა გამოჩ დამენახეთ მაინცა ძმა. მეშინია. ეგრე აუა. ბიჭო, წერილი ხوار მომივიდა რაღაცა, მაგრამ არა რომ გამოჩნდებოდა, ჯერ არაფერი მსგავსი. ვილიჯერს და დავაწყიპა, მოსად ხوار გადაიქცევა, იმედი მაქვს არა. მაპატია და გატყი, მაგრამ იმედია გოლემმა ვერ დაინახა და გოლემი არ დამცხებს. აი უოთე საჭმელი და დღევანდელ ვიდეოში სახლი ნავაშნა, თუ სხვანაირად არ გამოასაქმე, თუ დამასწიან ახლა მონსტრები, იმიტომ რომ აქ ჰერობრაინის ამ მოდში არის სხვადასხვანაირი საში მოდიფიკაცია. რამოდენიმე კი გამოჩნდა, ერთი არის კილერი, მგონი თუ არ ვწდები, რომ გამიშავა მთლიანად ეკრანი, ვერაფერს ვერ ხედავდი, მე მგონი ეგა კილერი იყო, თუ არ ვწდები რა. თეთრი სახე რო ქონდა, თვალები და რაღაცნაირი რო იყო და ერთი კიდე ვიღაც კაცი რომ დამისპაუნდა კიდე რა. აი მგონი კიდე ერთი რაღაცა და მაპატიეთ ახლა სოფლილებო, მაგრამ ეს
ხელნა მოვჭარო, კრაფტინგები გავაკეთო და რაღაცები. ძალიან არ მინდა ეს ყველაფერი განვახორციელო, მაგრამ როგორც იქნა სოფელი ვიპოვე და არ მოკვდი შიმშილით გზაში, თორე დამპრიდავდნენ. ჰერობრაინი ჯერჯერობით არ ჩანს. ყველაზე მთავარი პერსონაჟი ჰერობრაინია და კარგია რომ ეგ არ ჩანს ჯერჯერობით. მოკლედ ახლა რასაც მე ვიზამ არის რომ ქვისი არაღებს გავეკეთებ დროებით. დაიმონდები კი ვიპოვე სხვათა შორის ისე ხმალს გავაკეთებდი, მაგრამ ხმალი იმოდი დავზოგოთ, რადგან არ ვაპირებ დიდად ახლა ეს დაიმონდები დავხარჯო, იმიტომ რომ ვაპირებ რომ დავაგროვო ეს დაიმონდები და მე წესიერი არაღები დავიკრაფტო. ვაიმე. საიდან მოვიპოვო ახლა ეს ქვაი? აქედან მოვიპოვებ ქვებს, რა უმშვენიარე სადა. და იმდანაცაში რაღაცეები იყო, მეგობრებო, რომ რავი, ვერ წარმოვიდგენთ, იმდანაც შემეშინა თავიდან და ახლა კიდე ჰორორები არ წამოვიდეს რა. დამაცადეთ ცოტა ხნით ეს. იარაღები დავიკრაფტო. ცოტა ხანი ხო შეიძლება რომ თავი დაცურად რო ვიგრძნო. მანამდე კიდევ გავაკეთებ. კიდევ წერავს გავაკეთებ მაინც ყოველ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით და ფურნეისები რამდენი მაქვს? 3 წელი ხო მაქვს იმენა რა ფურნეისები ჯერ ქვები უნდა მეთქვა, მაგრამ კაი არა შავს. არ იცი სხვათა შორის მეგობრებო, აი ამ მონსტრის მოკლა შეიძლება თუ არა, აი რაც გამოჩნდნენ მანამდე რა. ჰერობრაინი განსაკუთრებით შეიძლება თუ არა მოკლა, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი იქნება და ვფიქრობ რომ დაიმოდის ან ნეზაიდის დასწრებული მექნება, მაშინ მოუკლავ და რავი აბა. და თან ეს მოდი არის The Haunted Herobrine რა. გონი რემეიქს ამიდია თუ არ ვწდები და სხვა შორის გონი კარგი მოდიფიკაცია არის მაგის Herobrine's და ხო ეს რა ქვია. კიდევ ერთი ფურნეისი მომივა ახლა გავაკეთო და 3 წელი მექნება ეს კარგი. ეს კარგია. მოდი ახლა ეს წევან ის ვიღაცა შავი კაცი რომ გამოჩნდა რა, კარებთან აიმდია ის აღარ გამოჩნდება, ანუ არა. როგორ უნდა გამოჩნდეს ახლა პირიქით კარგი არის, მაგრამ ისე შემაშინა პროსტა ბოლოსა რომ მეთქი რა არის, ეს ვინ არსება არის, აჯანდება არის, თქო უნდა მეთქვა და თან ყველა სახელები არ ვიცი და კომენტარებში დამეწერეთ თუ რა ქვიათ სახელები რა. ერთი მხრივ კარგია რომ ეს სოფელი აღმოაჩინე, ახლა ამ სოფელს გავვრთავ და ეს ბლოკები გამომადგება. ამ ბლოკებისგან გონი კეთდება blast furnace და გონი stand-ს ეძახიან თუ რაღაცას რო ეძახიან რა. აი ტანსაცმელები რო უნდა დაკიდო და ასე შემდეგ, აი ეგეთი რაღაცა და აი გამომადგება. blast furnace-იც გამომადგება, იმიტომ რომ თუ რაიმე რკინას ან მატერიალს ვიშოვი, სწრაფად გამოვწამ და დაიმონდები რო იპოვე ძალიან გამიხარდა. პირველივე ვიდეოში დაიმონდები გავაძრე. ეს საკმაოდ კარგი მიღწევაა ჩემი აზრით ახლა ამ ვიდეოსთვის და აი ეს სახლი გონი არ გამიხსნია, უთი თუ როგორ არა. გავხსნიდი ხო? კი ბატონო, გახსნილი როგორ არა მაქვს. რავი, ახლა სოფელი ჯერ ბოლომდე მოვუჩი თუ ჯერ არ გამომიკვლევია, მაგრამ ასე უცებ რას გამოვიკვლევდი. იმ სახლში მგონი თუ არ ვწდები, ბარგალკა არის რა. მგონი ქვების საჭრელია თუ არ ვწდები, აღარ მახსოვს ზუსტად და რატომაც არა და ამათ რა ლამაზი ღორები ყავთ. ბიჭო, ესეთი ღორები ძალიან მინდა რომ ყავდეს ახლა და ეს სოფელში ხوار დავსახლდი კი თან მაგასაც ვფიქრობ. ჯერჯერობით არაფერი საშიში არ ხდება და მიხარია. ვაი. აი ახლა Herobrine დასპაუნდეს არ გამიკვირდება. იმიტომ რომ ძალიან ისეთი არის რა. კონე სხვა მოდებთან შედარებით ეს Herobrine გონი ძალიან მაგარია და დაინახეთ? ზაღლი ახსენა და გამოჩნდა ნათქვამი რო არის, ზუსტად ეგრე მოვიდა. Herobrine გაჩნდა, დავინახე, მიყურებდა მეგობრებო. აი, მეგობრებო, ძალიან მეშინია და აი ამის გამო როგორ უნდა დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი მეგობრებო. ოიმე. ტიპი რანაირი იდგა იმენა, გეგონება რომ დაცვის პოლიცია იყოს ამ ცვლიო ესეთი მიყურებდა. აი ზაღლი ახსენა და გამოჩნდა მართლა მაგაზია ნათქვამი რა. What the fuck?
რა სიძახი ჩემი სააღოლ რა მაგრა გამოიყურებოდა სხვათა შორის კარგად გამოიყურებოდა და მოდი ამით დავამთავრებ აი ამ ვიდეოს იმედი მაქვს მოგეწონათ ეს პირველი სერია Herobrine's და თუ მოგეწონათ აუცილებლად დაალაიქეთ და კომენტარეთ გამოიწერეთ ჩემი არხი ვისაც არ აქვს ჯერ კიდევ გამოწერილი და თუ ახლები ბრძანდებით აუცილებლად დამილაიქეთ და გამოიწერეთ არხი და ამ ვიდეოს დავიდეთ მოდი 100 ლაიქზე 100 ლაიქზე და წითელი redstone torch-ი დამიდო Herobrine-მა იქა. ერთი წამი მივიდგინო მეგობრებოს. აი, უნდა მოსულიყო Herobrine-ი იცინის. იქაც redstone torch-ია. აქაც redstone torch-ი დადო. დაინახეთ redstone torch-ი დევს. აი ემებს მომამტრევ, აქაც redstone torch-ია. აქა? აქ ჩორლობრივი დევს. ხო, მოკლედ, რავი, მეგობრებო, ვიდეოს დამთავრება მინდო და კიდევ არისვენებს Herobrine. იქაც კიდე წითელი redstone torch-ი დამიდო. სხვა დროს კიდე რაღაცეებს დამიდებს, კიდე საშინელებებს რა. მოიცა, ეხლა ესა მინიშნება რაღაც ის. რაღაც ის მინიშნება ხო არა, იქ რამდენი torch-ი დევს, ბიჭო. მოიცადე, აქ. ახშად მე Herobrine-ის ბაზა ხო არ არის ბიჭო არა. არა. მიტყუებს ალბათ მინდორში და მე რომ მომკლას არა. უკან დაბრუნდები მეგობრებო და ნუ მოკლედ მეგობრებო კიდევ ერთხელ და გამშვიდობებით და იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. ნახვამდის და შევხვდებით მალევე შემდეგ ვიდეოში.